მოსიარულე მკვდრების წინა სერიაში. თქვენ გოგოებო ერთადერთი იყავით, ვისაც რუნაც მიწევდა. ჯენერი ეთერშია. 63 დღე გავიდა, რაც დაავადება დედამიწას მოედო. ჩემი ქმარი ცოცხალია. ის ჩემი უახლოესი მეგობარია, როგორ ფიქრობ, არ გამიხარდა? CDC-ში მივდივართ. თუ კი რაიმე გადარჩა, ეს იქ უნდა იყოს, არ მეთანხმები? მოსიარულე! ასე ხომ მოგკლავთ, მოვკვდებით! მემ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. არა. ყველა შეამოწმეთ. როგორმე გაგიყვან აქედან მეგობარო. ასე. წამოდი ჯარისკაცო, წავიდეთ. მისმინი ახლა აუცილებლად უნდა გაიღვიძო. ამ წუთას ყველაზე მეტად გვჭირდება. მიდი ძმაო, რაიმე ნიშანი მაინც მომეცი. შენობა ინგრევა, სწრაფად, უკან ვიხევთ. AMC წარმოგიდგენთ. ენდრიუ ლინკოლნი, ჯონ ბერნთალი, სარა ვეინ კელისი, ლორი ჰოლდენი, ჯეფრი დემანი, სტივენ იენი და ჩენდლერ რიქსი. მოსიარულე მკვდრები. დერელ დაგვაზღვიე. ჰეი! არის აქ ვინმე? კარებს ყურადღება მიაქციე. ზომბები არ შემოვიდნენ. ჰეი! ინფიცირებულები ყავთ? ერთი ჩვენი ჯგუფის წევრი იყო, აქამდე ვერ მოაღწია. აქ რატომ ხართ? რა გინდათ? გადარჩენა. ჩვენს დროში ეს არც ისე ცოტაა. ვიცი. ყველა სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროთ, ისე ვერ შემოხვალთ. თანახმავართ.
გარეთ თუ რამე გაქვთ შემოიტანეთ. ეს კარი უკვე აღარ გაიღება. ვი ჩაკეტე მთავარი შემოსასვლელი და ელექტროენერგიას გამორთე. რიკ გრაიმსი. ექიმი ედვინ ჯენერი. ექიმები იარაღით დადიან ხოლმე? გარშემო ბევრი ხიფათია, ამიტომ ერთი იარაღის აღება მეც გადავწყვიტე. მაგრამ თქვენ უსაფრთხოებით ჩანხართ. შენს გარდა იცოდე თვალს არ მოგაცილებ. მიწის ქვეშ ვართ? კლაუსტროფობია ხომ არ გაქვთ? ცოტა კი. ეცადეთ ამაზე არ იფიქროთ. ვი, დიდ ოთახში სინათლეა ანთე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეხუთე ზონაში. დანარჩენები სად არიან? სხვა ექიმები, თანამშრომლები? მე ვარ. აქ მარტო მე ვარ. და ვის ესაუბრებით ხოლმე? ვინა ავი? ვი, მიესალმე სტუმრებს. უთხარი მათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა სტუმრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სრულიად მარტო დარჩი. მაპატიეთ. ეს რისთვისაა საჭირო? ინფიცირებული რომ ვიყო ციებცხელება გვექნებოდა. ყველა წესი დავარღვიოთ თქვენი აქ შემოშვებით. ნებომომეცით ერთი მაინც შევასრულო. ზადაა. კარგად ხართ? დიახ, მას რამოდენიმე დღეა არ უჭამია, როგორც ჩვენ ყველას. მშვენიერია. იცით, იტალიაში სადილად ბავშვებს ცოტა ღვინოს ასმევენ და საფრანგეთშიც. ხო და როცა კარლი საფრანგეთში ან იტალიაში წავა, მაშინ დალიოს. ერთი ჭიქა არაფერს უზამს. მიდი. მერე რა მოხდა? წინ მეგობარო. ფუ, აი ეს ჩემი შვილია, ჩემი ბიჭი. ყოჩა. საზიზღრობა. ო, უკეთესია ლიმონათი დალიო. შენ არა გლენ. მიდი დალიე. მაინტერესებს ერთი როგორ გაწითლდები. ვფიქრობ, მასპინძელს სამაგიეროს ცუდად ვუხდით. ის მასპინძელზე მეტია. ასეა. თქვენ გაგიმარჯოთ ექიმო. გაგიმარჯოთ. მადლობთ. ექიმო, არ მოყვებით რა მოხდა სინამდვილეში. ყველა დანარჩენი ექიმები. გონი უნდა ესმოდეთ რაც ხდება. სად არიან? ახლა ვზეიმობთ შეინ, მგონი ეგ საკითხი მოიცდის. მოიცა. ჩვენ სწორედ ამის გამო ვართ აქ. შენც ეს არ გინდოდა? ყველაფრის გამოაშკარავება. ამის ნაცვლად კი ეს ვიპოვეთ. ხოლო დის. რატომ? როცა მდგომარეობა გაუარეს და ბევრი მათგანი უბრალოდ წავიდა. ოჯახებთან ყოფნა მოინდომეს. ხოლო როცა სიტუაცია საერთოდ დამძიმდა და დაცვაც აღარ ყავდა, ყველანი გაიქცნენ. სულ ყველა? არა. ბევრს გარეთ გასვლის ეშინოდა და თავს იკლავდნენ. ნამდვილი ეპიდემია იყო სუიციდის. საშინელი დღეები იყო. მაგრამ თქვენ არ წასულხართ, რატომ? ერთი საქმით ვიყავი დაკავებული. პრობლემის გადაჭრის იმედი მქონდა. მეგობარო, ნამდვილი გიჟი ხარ. შენობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ წვდება. ამიტომ აქ მოეწყვეთ. დივნები მოსახერხებელია, მაგრამ თუ რამეა სარდაფში არის საწოლები.
იქით მოსასვენებელი ოთახია. ბავშვებს მოეწონებათ. ოღონდ ვიდეო თამაშები არ ჩართოთ, დიდი ენერგია მიაქვს. ხო და კიდევ, ცხელი წყალი ტყუილად არ დახარჯოთ. ცხელი წყალი? მგონი ასე თქვა. ანდრეა. აი ასე, გათავისუფლდი ამისგან. ყოჩახ. ღმერთო. აღარაფერი აღარ დარჩა. გარეთ მუდამ იმაზე სწრაფად გამოდის, ვიდრე პირიქით. გვინოს არ გულისხმობ, დეილ. ყველაფერი დასრულებულია. არაფერი აღარ დარჩა. დავიჯერო შენ ვერ ხედავ? ხო, მაგრამ ხედავ ყველაფრის ახლიდან დაწყების შანსს. კარგი რა, დეილ. თუ ვერ დაინახე, ჯენერს რა სახე ჰქონდა? მისმინე, მეტი აღარაფერი დარჩა. სისხლის ანალიზზე რა ხდება? ყველაფერი რიგზია. მადლობით გადასახდელად მოვედი. მგონი მადლობა გადამიხადე უკვე. კარგად ხარ? შენ ამას ვერ გაიგებ. არ იცი გარეთ რა ხდება. წარმოდგენაც არ გაქვს. ჩვენ იქ მოვკვდებოდით. უბრალოდ დროის საკითხი იყო. გარშემო ზომბები იყვნენ, თუმცა ჩემი შვილისთვის და ცოლისთვის ეს არასდროს მithქვამს. არც კი მიმინიშნებია რაიმე. ყველაფერს გულში ვიკლავდი. და ასე ვაგრძელებდი გზას. არასდროს ვამხელდი. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მალე. საინტერესო წიგნი იპოვეთ? კი, რამდენიმე წელიც კი გვეყოფა. კარგით ბავშვებო, ძილის დროა. ბიჭუნა, მიდი შენ ილოცე, მე კიდევ ცოტა ხანს ვიქნები. წავედით, დღეს პირველად ამდენი ხნის შემდეგ წესივრად დავიძინებთ. სასწაულია პირდაპირ.
ღმერთო, როგორ შემაშინე? მე ახლა რაღაცას გეტყვი და შენ მომისმენ. ახლა ამის დრო არაა. კარგი რა, და როდის დადგება? რატომ მეკცევი ასე? შენ მეხუმრები? არა, მატყუებდი რომ ჩემი ქმარი დაიღუპა. არ გატყუებდი, გასაგებია? არ მომიტყუები ხარ. იცი მაინც იქ რა ხდებოდა? მოიცა. ნამდვილი კოშმარი იყო. ისინი პირდაპირ დერეფანში ხოცავდნენ ხალხს. ერთი ამბავი იყო. უამრავი ზომბი. და შენც ის მიატოვე. ყველა გარბოდა, ექიმებიც აღარ იყვნენ. მე მარტო დარჩი. ის კი აპარატზე იყო შეერთებული. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. პური დავადე მკერდზე. გული აღარ ფეთქავდა. ახლაც არ ვიცი რატომ ვერ გავიგე. შეიძლება ხმაურის გამო. მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მაგრამ მაინც გადარჩა. ჰო, მაგრამ მე თქვენზე უნდა მეზრუნა. შენზე და კარლზე. არა, მე თქვენ ატლანტაში უნდა წამეყვანეთ. აი რაზე ვფიქრობდი. რომ გცოდნოდა რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, წამოხვიდოდი? მე შენ სიკვდილს გადაგარჩინე. შენ და შენ შვილს. მისმინე. მე მას ადგილსაც კი გაუცვლიდი რომ შემძლებოდა. აი ახლაც გავუცვლიდი. იმიტომ რომ არა. იმიტომ რომ მიყვარხარ. არა, თვალი ხარ. სიგიჟემდე მიყვარხარ. ხედავ რომ შენს გიყვარვარ, თორემ ჩვენ შორის არც არაფერი მიქნებოდა. შენ გეყოფა. ვიცი შენს გიყვარვარ. მომაშორე შენი ხელები. ხელები მომაშორე. მიყვარხარ. აქ არავინ არაა. თქო, ვარა. მეტი აღარ უნდა გვეშინოდეს. აქ უსაფრთხოდ ვართ, გასაგებია? დილა მშვიდობისა. ნაბახუსები ხარ? დედამ გამაფრთხილა. დედა მართალია. დედას კარგი ინტუიცია აქვს. ერბო კვერცხი, მარცვლეულისგან, მაგრამ მაინც კარგია. განსხვავებას ვერ იტყოვით. პროტეინები სასარგებლოა ნაბახუსებზე. ეს ყველაფერი სად იპოვეთ? ჯენერმა მოგცა. დამეხმარე თუ შეიძლება. ფიქრობს რომ არ გვაწყენს. მადლობა. ერთ-ერთ ჩვენგანს განსაკუთრებით. მეტი აღარ ასდროს დამალევინოთ. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის. ჩემსა ვიცუდად ხარ? უარესად. კისერზე რა მოგივიდა? ალბათ სიზმარში გავიკაწრე. ადრე არ იკაწრავდი? ო, რა თქმა უნდა. მე ეს არ მახასიათებს. დილა მშვიდობისა. ექიმო, არ მინდა კითხვებით თავი შეგაწყინოთ. მაგრამ მაინც იზამთ ამას. ჩვენ აქ ერბო კვერცხისთვის არ მოვსულ ვართ. მაჩვენე P19. უშვებ P19-ს. ეს ცოტას თუ უნახავს. ძალიან ცოტას. ეს ტვინია? ბრწყინვალე ტვინი. თუმცა მგონი ამას აზრი აღარ აქვს.
მაჩვენე შიდა ხედი. გაძლიერებული შიდა ხედი. რა არის ეს ნათელი წერტილები? ეს ადამიანის მთელი სიცოცხლეა, გამოცდილება, მოგონებები, ყველაფერი. სადღაც ამ ურთულეს უჯრედებში, ამ მანათობელ ტალღებში, თქვენი ქვეცნობიერია. ის, რაც თქვენ უნიკალურებს ხდით, რაც ადამიანებად გაყალიბებთ. წესრიგად ლაპარაკი არ შეგიძლია? ეს სინაფსებია, ტვინის ელექტრული იმპულსები, რომლებსაც ინფორმაცია გადააქვთ. ისინი განსაზღვრავენ ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, ან ფიქრობს, დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ესე იგი, ჩვენ ახლა სიკვდილს ვუყურებთ? კი. ჩანაწერს მე ასე დავარქმევდი. ეს ადამიანი დაიღუპა? ვინ არის ის? ერთ-ერთი პაციენტია, ის დაკვენილი იყო და ინფიცირებული. დაგვთანხმდა, რომ მასზე ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ვი პირველ ეტაპზე გადაახვიე. გადამყავს პირველ ეტაპზე. ეს რა არის? ის ტვინში მენენგიტივით იჭრება. ჯირკვლებიდან სისხლდენა იწყება. ჩერდება ტვინის მუშაობა და სხვა ყველა დანარჩენი ორგანოც. ადამიანი კვდება. რაც იყავით, ან რაც შეიძლებოდა ყოფილიყავით. ყველაფერი ქრება. ჯიმსაც ასე დაემართა? დიახ. ორი დღის წინ მან ახლობელი ადამიანი დაკარგა და ის მისი და იყო. მეც დავკარგე ახლობელი ადამიანი. მესმის სამტკივნეულია. გადადი მეორე ეტაპზე. გადავდივარ ეტაპ 2-ზე. ახლიდან გაღვიძების რო არაა განსაზღვრული. ყველაზე ხანმოკლე 3 წუთია დაფიქსირებული. ყველაზე ხანგრძლივი კი 8 საათი. ამ პაციენტის შემთხვევაში გავიდა 2 საათი, 1 წუთი, 7 წამი. ინფექციით ავადდება ტვინი? არა, მხოლოდ ტვინის ნაწილი. ის რაც საჭიროა ასადგომად და სასიარულოდ. ხო, მაგრამ ისინი ხომ ცოცხლები აღარ არიან? თავად მითხარი. ადრე ტვინის სხვანაირი იყო, უმეტესი ნაწილი ახლა ბნელია. ბნელი და უსიცოცხლო. შუბლის ნაწილი, ნეოკორტექსი, ადამიანურობა. ეს არ ბრუნდება. მხოლოდ მოძრაობისთვის აუცილებელი ინსტინქტი. ღმერთო, ეს რა იყო? მან თავის პაციენტ თავში ესროლა, ხომ ასია? ვი გამორთე მთავარი ეკრანი და სამუშაო სადგურები. ვთიშავ მთავარ ეკრანს და სადგურს. თქვენც არიცით ეს რა ვირუსია, ხომ? ეს შეიძლება იყოს მიკრობი, ვირუსი, პარაზიტი ან ბაქტერია. ან ღვთის რისხვა. დიახ, ესეც. ვიღაცა მაინც ხომ უნდა იცოდეს? ვინმე, სადმე, ხომ არსებობენ სხვა ექიმებიც? შეიძლება არის. ოღონდ ჩემნაირები. ხო, მაგრამ შენ ეს ზუსტად არ იცი. ყველაფერი გაქრა, ყველანაირი კავშირი, ინსტრუქციები, თვეზე მეტი სიგნალეში ვიჯექი, სრულიად მარტო. ანუ მარტო აქ არაა ასე. არსად არაფერი აღარ დარჩა. ამის თქმა გინდათ, ხომ?
ღმერთო ჩემო. წავედი დავლევ მაინც ცოტას. ექიმო ჯენერ, ბოდიში თავხედობისთვის, მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. აი ეს საათი უკუთრად აწყებულია. 0-ზე რომ დავა რა მოხდება? სარდაფში გენერატორებს საწვავი გაუთავდებათ. და მერე რა მოხდება? რა მოხდება, როცა საწვავი გათავდება? როდესაც საწვავი გამოილევა, შენობა დეაქტივაციის პროცესს დაიწყებს. დეაქტივაცია? ეს რას ნიშნავს? არ მომეწონა ჯენერის რეაქცია. უბრალოდ შეტრიალდა და წავიდა. რა ჭირს მას მეგობრებო? სერიოზულად ის ანგიჟია ან ფსიქოპატი? იქით. თქვენ იქით ნახეთ. შეინ? სარიელია. ავარიული ჩატვირთვა. ეს რა ჯანდაბაა? ბიჭებო, თქვენ ჩააქრეთ სინათლე. არა, ეს თავათქნა. იპოვეთ რამე? კი, უიმედო გენერატორი და ბლომად სარიელი კასრები. როგორც ჩანს ეს გადარჩა. რამე მოხდა? არაფერი. უბრალოდ კონდიციონერი გაითიშა. ამ დრომდე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. იმედი მაქვს შენ ჩემი თიამაყებდი. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ დრო გვეყოფა. შემდეგ კი ის უცებ თავდება. რატომ გაითიშა კონდიციონერი და არ სინათლეა ჩვენს ოთახში? რა მოხდა? რატომ გაითიშა ყველაფერი? ენერგია მხოლოდ იმაზე იხარჯება, რაც აუცილებელია. ჰარი და სინათლე არაა აუცილებელი. ამას მე არ ვწყვეტ. მეხუთე ზონა თავადართავს საკუთარ თავს. ჯანდაბა, ეს რას ნიშნავს? ეი, შენ გელაპარაკები. როგორ თუ თვითონ ითიშება? როგორ შეუძლია შენობას რაიმეს გაკეთება? აი ასე. რიგ. ჯენერ, რა ხდება? სისტემა ყველა არააუცილებელ ენერგიის მომხმარებელს რთავს. მისი მისიაა ბოლომდე შეუწყოს ხელი კომპიუტერების მუშაობას. გამართვა ნახევარი საათი ადრე იწყება, ვიდრე ყველაფერი დასრულდება. ყველაფერი დაგეგმილია. ისინი ფრანგები იყვნენ. რა? სწორედ მათ გაძლეს ყველაზე დიდხანს. სანამ სასოწარკვეთილი ჩვენიანები თავს იგლავდნენ დერეფნებში, ისინი ბოლომდე ლაბორატორიაში ისხდნენ და ამოცანის ამოხსნას ცდილობდნენ. მერე რა მოხდა? ის რაც ცოტა ხანში აქ მოხდება. ელექტროსისტემამ მუშაობა შეწყვიტა. ის საწვავის გარეშე დარჩა. თუ ეს იდიოტიზმი არაა. ახლა ვეკეთხვი. ჯანდაბაშიც წასულა. შეინ, ლორი, ბარგი ჩაალაგე და დანარჩენებმაც. სასწრაფოდ მივდივართ აქედან. კარგი. ეს რაღაცა. ეს რა არის?
30 წუთი სრულ დეაქტივაციამდე. ექიმო, რა ჟანდაბა ხდება აქ? რიკის ნათქვამი ვერ გაიგეთ? აიღეთ ყველაფერი და წავედით აქედან. წავედით. შენ რა აქ ხვტოვებ? ხალხო, მან ჩაგუკეტა. 9 საათი გადარჩა. ვიწყებ ჩაწერას. კარლ, დედა, შენ ნაბიჯვა რომ მოკლავ. გაგვიშვი აქედან. გაჩერდი. არ გინდა. ჯენერ, გაგვიღე კარები ახლავე. რა აზრი აქვს? გარეთ გასასვლელი მაინც დაკეტილია. ავარიული გასასვლელიც დაბლოკილია. ხო და გახსენი რომელიმე. არ შემიძლია. მას კომპიუტერი მართავს. მე ხომ გაგაფრთხილეთ რომ ისინი ჩაიკეტებოდა. კარები აღარ გაიღებოდა. თქვენ თავად გაიგეთ ეს. ასე უკეთესი იქნება. როგორ ასე? რა მოხდება 28 წუთის შემდეგ? რა მოხდება 28 წუთის შემდეგ? მოიღე. გესმით მაინც სათხართ? ჩვენ ხალხს ვიცავდით დიდი საშიშროებისაგან, რომელიც ქიმიური ომისგან იყო გამოწვეული. შხამებისგან, რომელსაც 9 ქვეყნის გაწყვეტა შეუძლია. იმისთვის, რომელიც საერთოდ არ უნდა არსებულიყო მსოფლიოში. ენერგიის კატასტროფული ავარიის შემთხვევაში, ტერორისტული შეტევის მაგალითად, HIT-ები ხელს უშლიან ნებისმიერ ბაქტერიებს აქედან გაღწევაში. HIT? განმარტე HIT. HIT, მაღალი იმპულსური თერმოდინამიკური აფეთქება. შედგება 2 ეტაპისაგან, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს ძლიერ და ხანგრძლივ აფეთქებას. ისეთივე როგორიც ატომური აფეთქებაა. ამ დროს მთლიანად იხშობა ჟანგბადი და ტემპერატურა შეადგენს 5 ან 6000 გრადუსს. აფეთქება გამოიყენება ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისა და აღჭურვილობის გასანადგურებლად. იგი ჰაერს ახშობს. ყველაფერი უმტკივნეულად ხდება. სრულდება ყოველგვარი მწუხარება. სევდა. ყველაფერი მთავრდება. გააღეს წეული კარები. ჯანდაბა გაიწიეთ. უბრალოდ ყველაფერი ისე დატოვეთ როგორც არის. ასე უფრო იოლი იქნება. იოლი ვისთვის? ყველა თქვენთაგანისთვის. ხომ იცით რა გარეთ რაც ხდება? ხან მოკლე და მტანჯველი სიკვდილი გელით. თქვენი და რა ერქვა მას? ემი. კარგად იცით ეს როგორც ხდება. თქვენი თვალით ნახეთ. იგივე გინდა თქვენი თვალშვილისთვისაც? არა, ეს არ მინდა. ოდნავი ნაკაწრიც არა. ეს კარები ბომბდამ შენსაც გაუძლებს. ხო, მაგრამ შენი თავი არა. დერელ, გაჩერდი. შენც ეს არ გინდა? თავად თქვი. ადრე თუ გვიან შენი ახლობლები დაიღუპებიან. რა? შენ მართლა ესე თქვი? ამდენი საუბრის შემდეგ? თქვენთვის იმედი არ უნდა დამეკარგა. იმედი არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. ის ყოველთვისაა. შეიძლება არა შენთვის და არა აქ, მაგრამ სადღაც არსებობს. შენ რა ვერ გაიგე? ყველაფერი განადგურებულია. დაუჯერე მეგობარს. მას ყველაფერი ესმის. ახლოვდება აღსასრული. სწორედ ასე მოკვდებით ყველანი. ასე არ შეიძლება, თქვენ არ გაქვთ უფლება ასე ჩავკეტოთ. ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. წამის მიასეთში, უმტკივნეულოდ. ჩემი გოგონა არ იმსახურებს ასეთ სიკვდილს. ნუ თუ უკეთესი არ იქნება ჩაეხუტოთ მათ ვინც გიყვართ და დაელოდეთ როგორ დადგება დრო. შეინ არა. გამეცალე რიკ, ხელს ნუ მიშლი. გააღე კარი, თორემ ტვინს გაგასხმევინე. გასაგებია? ძმაო, ეს ცუდი იდეაა. ასე აქედან ვერ გავალთ.
შეინ დაუჯერე მას. უკვე გვიანია. ის თუ მოკვდება ჩვენც დავიხოცებით. შეინ მორჩა დაწყნარდი დაამთავრე კი მორჩი. მე მგონი გვატყუებ რა? ცრუობ იმედის შესახებ შენ რომ იმედი არ გქონოდა აქედან გაიქციოდი ან თავს მოიკლავდი მაგრამ აქ დარჩი რთული გზა აირჩიე რატომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როგორ არა აქვს შენ მაინც დარჩი როდესაც ყველა გარბოდა რატომ არა იმიტომ რომ მე ასე მინდოდა. მე სიტყვა მივეცი. მას ჩემს ცოლს ის პაციენტი თქვენი ცოლი იყო? ის მევედრებოდა არ გავჩერებულიყავი. როგორ მეთქვა მისთვის უარი? ის კვდებოდა. მის ადგილას მე უნდა ყოფილიყავი. მე არარაობა ვარ. ის კი დანაკარგია კაცობრიობისთვის. ის აქ ყველაფერს მართავდა. მე კი უბრალოდ მომუშავე ვიყავი. ჩვენში ის აინშტაინი იყო. მე კი უბრალოდ ედვინ ჯენერი. ის აუცილებლად მოიფიქრებდა რამეს ამ დაავადების წინააღმდეგ, მაგრამ მე არა. შენს ცოლს არჩევანი არ ჰქონდა შენ კი გაქვს სულ ესაა რაც ჩვენ გვჭირდება არჩევანის უფლება შანსი მოგვეცით უფლება ვიცოცხლოთ სანამ შევძლებთ. უკვე გითხარით. გასასვლელი დაკეტილია. მე ვერაფრით შევძლებ ის გაღებას. წავედით. არ მომშორდე მე. წავედით. ჩვენ აქედან გავალთ სოფია. აი შენი შანსი. გამოიყენე. გმადლობთ მოვადრო და ინანებ. ჰეი მხოლოდ 4 წუთი დაგვრჩა წავედით წამოდი. არა, მე ვრჩები ძვირფასო. ეს სიგიჟია. არა, ზუსტადაც ჭკვიანურია. ამდენი ხნის შემდეგ პირველად. არ მინდა ჯიმის ან ემის ბედი გავიზიარო. კამათის დრო არაა, თუ აქედან გაღწევა გინდათ, უბრალოდ წადით. მიდით. წადი აქედან, წადი. თიდოგ. წამოდი მეგობარო. წავედით. სწრაფად. მეც ვრჩები. ანდრეა არა წადით ანდრეა ემის ეს არ მოეწონებოდა ის მკვდარია. შენ კი უნდა წახვიდე. გააღეთ კარები. მიდით. არ მუშაობს. მიდი, წადე. არ წახვიდე ჩემგან ძვირფასო. დერილ თხილად. დრო თითქმის გავიდა. დოგ დაიხარე. დაიხარე.
ჭანდაბა. შუშა არ ტყდება? რიკ, რაღაც მაქვს, შეიძლება დაგეხმაროთ. ქეროლ, ნუნების მაკრატელი ნამდვილად ვერ დაგვეხმარება. როცა ბანაკში მოხვედი, შენი ფორმა გავრეცხე და ეს ვიპოვე ჯიბეში. წამოდით. გაიქეცით. დაწექით. კარგი. მაინც შენი გაიტანე. რასაკეთებ? ხომ დაგეთანხმე? არ გინდა დეილ. მე არაფერს ვაკეთებ, თუ შენ დარჩები, მაშინ მეც რჩები. ის მართალია, კარგად ვიცით გარეთ რა გველოდება, არ მინდა იქ მარტო ვიყო. დეილ, წადი აქედან. არ მინდა რომ აქ დარჩე. ვერაფერს გააწყობ, ასე მოქცევა არ შეიძლება. შემოდიხარ სხვის ცხოვრებაში, უახლოვდებ იმას და შემდეგ უბრალოდ გარბი ხარ. მე ვრჩები, თემა დახურულია. The matter is settled. მოიცა, ისინი მოდიან. ისინი წავიდნენ. დეილ, ძირს დაწექით. დაწექი. მიდით. ყველა დაიხარეთ, სწრაფად. დაწექი. ადექი. მალე. სწრაფად. If today was not a crooked highway, if tonight was not a crooked trail, if tomorrow wasn't such a long time, then lonesome would mean nothing to you at all. Yes, and only if my own true love was waiting, if I could hear her heart is softly pounding. Yes, and only if she was lying by me, and I'd lie in my bed once again.